გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვილაპარაკოთ ისეთ პრობლემაზე, როგორიც არის ლოქორები და ერთ-ერთი მიზეზი თუ რატო აქვს თქვენ კარტოფილს ესეთი ნახრეტები. თუ თქვენი ნახრეტი არის ესე ოდნავ იგივე კიდე დამპალი, ხო, დიდი ალბათობით ეს არის ლოქორას გაკეთებული და ძალიან მიყვარს ხოლმე როცა აბრალებენ მახრას, კარტოფილის ჭამას, როცა რომ მახრა არის მტაცებელი და ფაქტიურად არ იკვებება მცენარეული საკვებით. ხო ესე იგი, ასეთ ნახრეტები არის ლოქორას ბრალი და ნუ გერევათ ეს არ არის ლოკოკინა, უნიჟარო ლოკოკინა და რავი რაღაცებს ეძახიან ხოლმე. ეს არის ლოქორა. რატო არის თქვენთან, თუ არის თქვენთან ბევრი ლოქორა, უნდა დაფიქრდეთ, რომ რატო არის ამდენი ლოქორა. ერთი ის რომ გასაგებია რომ მტაცებელი არ აყავს, აი ამათი სახით. და ბევრ გამბოსტანში ხა ვერ გაუშვებ ქათამს და იხს. ხო, მეორე ის რომ ჭარბიტენიანობაა თქვენთან. ნებისმიერი პარაზიტების დიდი რაოდენობა რაც გაჩნდება თქვენთან ან დაავადებების არის იმაზე მიმანიშნებელი, რომ თქვენ ყავთ არასწორად აკეთებთ რაღაცას. რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ზედმეტი ჭარბიტენიანობა უნდა მოვაშოროთ. ხა, ჩემთან ამის პრობლემა არ იყო, აქ იყო კარტოფილი მულჩაში. შესაბამისად კარტოფილი როცა არის მულჩაში და არ წყალო, საერთოდ ფაქტობრივად 1-2 მოურწყა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში, წყალი მარტივად დენრენაჟდება, არ არის ჭარბიტენიანობა, მულჩი ფაქტიურად ქვედა ფენაში არის ოდნავ შველი და მშრალია და ბევრი ლოქორები არ მყავს. ხანდახან თუ გამოუშვებთ ხოლმე ქათმებსაც, ისე რომ არ დაგიზიანონ, კიდე თლად კარგია, პირველ რიგში ისინი შეჭამენ აი ამათ, ცხოველურ საკვებს შეჭამენ და მერე გააფუჭებენ თქვათ რაღაცა სხვას. ნუ ჩემთან კი ვაჭამენ ძალიან ბევრი პამინდორი. რითი მოვიშოროთ, ეხლა როცა გინდათ მოშორება, მახეები ძალიან მარტივი არის, მუყაოზე შეგიძლიათ მიასხათ ლუდი დაალაგოთ და მთელი ლოქორა იქ მოგროვდება. რაიმე ჭურჭელი შეგიძლიათ დაალაგოთ წყლიანი ლუდით და მთელი ლოქორა და ლოკოკინა შიგნით მოგროვდება და ასევე ერთ-ერთი ხერხი არის სველი ასე ტილოების გაფენა. ძველი ტილოები რაც აქვს, დაასველეთ, თუ ლუდით დაასველებთ თლად კარგი და მთელი ლოქორები იქნება ზედ, მერე გაიტანეთ და აჭამეთ ესეთ მონსტრებს, როგორებიც მე მყავს და ნუ ქათმები აუცილებელი არის, როცა საკუთარი ეზო ყავთ, 3-4 ქათამი მაინც რომ ნარჩენები რაც არის, ყველაფერს ანადგურებენ. აი ხა იქ საზამთრო არის, ყვითელი საზამთრო გაუხლიჭე და გაფუჭებული იყო და მიირთმევენ. ხო, არის რა თქმა უნდა სხვადასხვა ხსნარები, ბუნებრივი ხსნარებიდან არის მდოგვის ნაყენი და ყავის ნაყენი, რისაც ეშინიათ ლოქორებს და არ მოწონთ და მიდიან. ინსექტიციდების გამოყენებას რა თქმა უნდა ხა ლოქორებისთვის მე არ გირჩევთ რა. იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი რაღაც მავნებელი, რომ გაგინადგუროთ მთელი მოსავალი და რაღაცას არასწორად აკეთებთ, მაგიტო არის მომრავლებული, შეამცირებთ მათ რაოდენობას და ხა აი ამ კვალში დაახლოებით ავიღე 3-4 ვედრა კარტოფილი ჯამში და სულ 4-5 ცალი იყო გაფუჭებული ასეთი რა. აი ასეთი ნახრეტებით. ხო, ნახრეტებს როცა ხედავთ კარტოფილზე ერთი კი ლოქორა არის, მეორე ვარიანტი არის ბუღლუჯი, ანუ ან მაისის ხოჭოს ბუღლუჯია, ან სხვადასხვა ხოჭოების ბუღლუჯი არის. ხო და ნუაბრალებთ ხოლმე მახრას რა. ენგა ხშირ შემთხვევაში არის, როცა არ არის დამულჩირებული წყლები და ჩემთან გაფუჭებული კარტოფილი თითქმის არ იყო. ხო, ვინც იყო ჩემთან მოსული და კარტოფილი ნახა ამოიღო თავისი ხელით და მტკიცებს იმას, რომ დამედასტურება, რომ ჩემთან იყო, აი ესეთი იყო შეიძლება 3-4 ცალი რა. იმედია მიხვდით პრობლემას, აზრს, ყველას კარგი მოსავალი. მეგობრებო, გამოიწერეთ ეს YouTube არხი, ჩვენი YouTube არხი და აქ უყურეთ ხოლმე ვიდეოებს Facebook ჯგუფში, შეიძლება აღარ დავდო ხოლმე ვიდეოები განსანათლებლად, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციის მისაღებად YouTube-ზე დავდებ ხოლმე, იქ უყურეთ ვიდეოებს, იმიტომ რომ Facebook-ზე იკარგება, არავინ არ ნახულობს და ვისაც გაინტერესებთ და ვინც ხართ აქტიური გამომწერები და მიმდევრები ბიომეურნეობის, გამოიყენეთ YouTube 21 საუკუნეში არ არის, მე მგონი უკვე პრობლემა 5 წელია ამას ვიძახი და 75,000 გამომწერი ყავს ჯგუფში და YouTube-ზე 15,000, რა ვიცი. გამოიწერეთ YouTube და იქ უყურეთ ხოლმე ვიდეოებს.